გასულ წელს ალიასკაში მძინარე ვულკანმა მოქმედების ნიშნები გამოავლინა. მოვლენის, მონაცემთა დიდი მოცულობის განსახილველად მეცნიერებმა ახალი ტექნოლოგიები გამოიყენეს. არავინ იცოდა თუ რა ხდება, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში მოახერხეთ მონაცემთა ანალიზის ჩატარება, რომელიც 8 წლიანი მუშაობისას ავაგროვეთ. ადრე ამისათვის კვირები და თვეები იქნებოდა საჭირო. ვულკანებზე უმეტესი დაკვირვება თანამგზავრის მეშვეობით ხორციელდება, რომელიც ვულკანის გარშემო დედამიწის ქერქის მოძრაობას აღნიშნავს. შემდგომ მონაცემები ადგილობრივ სერვერზე გადაიცემა და ანალიზისთვის იტვირთება. თუმცა დიდი ფაილების ჩატვირთვა და ანალიზი ბევრ დროს იკავებს. ახალი სისტემა ვულკანოლოგებს საშუალებას აძლევს მონაცემები ღრუბელში შეინახონ და განიხილონ. რაც ზოგავს დროს და მონაცემების უფრო სწრაფად განახლებას უზრუნველყოფს. ასევე ამოფრქვევის ვარაუდისთვის კომპიუტერულ მოდელირებას უფრო ზუსტს ხდის. გეოფიზიკოსის მაქს ენდერსის თქმით, ალიასკაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მთლიანობაში მუდმივად ტექნოლოგიის მოწინავე ხაზზე ვიმყოფებით. ბევრი მოქმედი ვულკანი გვაქვს, რომელიც საკმაოდ ხშირად ამოიფრქვევა და ყველა პროცესზე ზედმიწევნით დაკვირვება გვიხდება. ალიასკაში ვულკანების შესასწავლად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. ვულკანური მონაცემის დამუშავების ავტომატიზაციისთვის ღრუბლოვანი სერვერების გამოყენება ვულკანთან თანაარსებობას უფრო უსაფრთხოს ხდის, ამბობს გეოფიზიკოსი მაიკ პოლანი. ტექნოლოგიას განვიხილავთ როგორც საერთაშორისო გლობალურ ვირტუალურ ობსერვატორიას, რომელსაც მონაცემების შეთავაზება და ანალიზის უნარი გააჩნია ავტომატურად რეალური დროის რეჟიმში. ახალმა ტექნოლოგიამ ალიასკის ვულკანურ ობსერვატორიას სწრაფი დასკვნის გაკეთების საშუალება მისცა. იმის შესახებ, რომ მთა ეჯიკუმბაზე უჩვეულო აქტივობა უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა ახალი სეისმური მოწყობილობები განათავსეს აქტივობის უკეთესი მართვისთვის. Филдиркинг, Андрей Деркач, Сергей Дагатарь, специально для программы «Детали».